ბუტარობაჩიცის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიჩაძე დაატავა. რატომ ესროლეს ბუტარობაჩიძეს მთავარი პროკურორის განცხადებით ბრალდება, რომელიც გარდაცვლილის მიმართ იყო წაყენებული ყალბია. როგორც ცნობილია, 2004 წელს ჯერგრობის ღამეს რობაჩიძეს დიდუბის პანთეონთან პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. მოგვიანებით კი მკვლელობის ოფიციალური ვერსია გავრცელდა. ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ. რობაჩიძე ადრილზე გარდაიცვალა, მისი მეგობრები კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ ცეცხლსროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისთვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღემდე განხილვის სტადიაშია. გამოძიებამ უკვე დაადრინა, რომ მათ იარაღი არ ჰქონდათ. ბუტარობაჩიძის მკვლელობის შემდეგ კი შემთხვევის ადრილზე საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიჩაძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდრენელი პოლიციის სხვა თანამშრომლები მივიდნენ. სწორედ მათ მიიტანეს ადრილზე იარაღი. არჩილ კბელაშვილის განცხადებით, მიჩაძეს ბრალი წარედრინა სისხლის სამართლის კოდექსის 333, 335 და 336 მუხლებით. ამავე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით კი გამოძიება გრძელდება.